ბათუმში ახალი სასტუმრო ლეპორტი გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნას ეკონომიკის მინისტრი და რედინგ ჯგუფის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. აპარტოტელში 45 ნომერია, რომელიც ზღვას გადაჰყურებს და ძირითადად საოჯახო დასვენებაზეა გათვლილი. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით მშენებლობაში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ოჯახის კონცეფციის მატარებელი სასტუმროს გახსნას კი საქართველოს ვიცე-პრემიერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ამბობს, რომ ზღვისპირა ტურისტულ ქალაქში ოჯახებით დასვენებისა და ცხოვრების შესაძლებლობა ტურისტების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. სასტუმრო დღეიდან ამუშავდება და 50 ადგილობრივი დასაქმდება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, რაც გვაქვს ჩვენ დღეს ტურისტული ნაკადის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა აჭარაში ხედავთ, რაც ხდება, უზარმაზარი საკრუიზო ლაინერები შემოდიან უკვე ფაქტიურად ყოველ დღე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მიწოდებით დავეწიოთ იმ უზარმაზარ მოთხოვნას, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს